თავისუფლება ისაბალიევს თავისუფლება ფორნიკე გოშაძეს თავისუფლება გიორგი გორგაძეს თავისუფლება ვეფხია გასრაძეს თავისუფლება ვასილ კაძალაშვილს თავისუფლება გურამ ხუტაშვილს თავისუფლება დანიელ მუმლაძეს თავისუფლება ანტონ ჩეჩის თავისუფლება დავით ხომერიკს თავისუფლება დავით ლობიძეს თავისუფლება გიორგი მიტაძეს თავისუფლება არჩილ უსელიანს თავისუფლება თემურ სასოხაშვილს თავისუფლება ვალერი პეტრაშვილს თავისუფლება ანატოლი გიგაუს თავისუფლება მათე დევიძეს თავისუფლება ომარ ოკრიბელაშვილს თავისუფლება საბა მეფარიშვილს თავისუფლება გიორგი ოკბელაშვილს თავისუფლება მარია მიაშვილს თავისუფლება უჩა აბაშიძეს თავისუფლება ირაკლი მეღვინეთუხუძეს თავისუფლება გიორგი კუჭურაშვილს თავისუფლება დავით ყოლდანს თავისუფლება სპრიდონ ბუგუდეიშვილს და თავისუფლება ვაჟა გურგლიშვილს თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს ძირს რუსული რეჟიმი ძირს რუსული რეჟიმი ძირს რუსული რეჟიმი ძირს პოლიციური რეჟიმი ახლა მოისმინეთ მოქალაქეების სახელები და გვარები, რომლებიც აქციების განმავლობაში უკანონოდ დააკავეს და ემუქრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მიცემა. დღევანდელ მარშს მოუძღვებიან თავისუფლება გიორგი ჩიკვაიძე ოჯახის წევრები და მშობლები. მეგობარი აქტის
მხარდამჭერი სკოლების მონაწილე. სადაც საბჭოს წევრები პროკურატურისგან ითხოვენ გამოძიებული იქნას არქის კრიტიკულად დაწყობილი თანამშრომლების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის საფუძვლოდ გადანაშაულების ფაქტები. აქ ლაპარაკი არის არქის წამყვანებზე, ვასილი ივანოვ-ჩიქოვანზე, ნინო საუდაშვილსა და რეჟისორ კახა მელიქიძეზე. მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურო საბჭოს წევრები ედავებიან, რომ ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელს ლახავენ და უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ მაუწყებელს. ამიტომ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც ზემოთ აღნიშნულმა პირებმა გამოთქვეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის იურიდიულმა დეპარტამენტმა დასკვნა მოაწყდა და ისინი სრულებით უარყო. მეტიც თამილ დოლიძე, რომელიც არის ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ამბობს, რომ მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ სამ პირზე, რომ ისინი არიან მასონური ლოჟის წევრები, ან მასონური ლოჟა არის ჩარეული ამ ყველაფერში, ამას იფიცება კიდეც. და იმის გათვალისწინებით, რომ საბჭო მიიჩნევს ეს ყველაფერი, ანუ მათი ამ ადამიანების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელის შელახვა იმდენად დიდმასშტაბიანი საქმეა, რომ მასში შეიძლება სხვა პირებიც იყვნენ ჩარეული, რომ ეს ყველაფერი გეგმისამებრ მიმდინარეობს. ითხოვენ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძიოს ეს საქმე. ასევე შეგეხსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებში საქართველოს მოქალაქე დააკავეს შეკვეთილი პოლიტიკური მკვლელობის ბრალდებით. ირანის მიერ დაქირავებული ორი პირიდან ერთ-ერთი გახდათ სწორედ ქართველი საქართველოს მოქალაქე და მას ევალებოდათ მასი ალინეჯადის ირანელი დისიდენტი ჟურნალისტის მოკლა, რომელიც არის ქალთა უფლებადამცველი და ნიუ-იორკში ცხოვრობდა. მასე თავდაპირველად გამოცხადდა ირანის ხელისუფლების მხრიდან დევნა, ხოლო მას შემდეგ მასი განეიტრალება სწორედ ამ ორ პირს დაავალდა, ესე რომ ვთქვათ. თუმცა FBI ცხადია მალევე შეძლო მათი განეიტრალება და დაკავება. გალაქტიკის ხიდზე არიან ახლა მეგობარი აქტის მხარდამჭერი მოქალაქეები. ისინი სულ ცოტა ხანში შევარდებიან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას. თუ შეიძლება გაშლილი დროშები და იყოს გვერდი. აი ასე, როგორც არის. აბა, გვერდი. და თუ შეიძლება ფანერები ავანტოთ, მეგობრებო, ფანერები ყველა. ფანერები ავანტოთ. ვაჩვენოთ რამდენი ვარ. ფანერები ყველა. Nela ia, si ia só nela.
მიწირზე, ვინაიდან მათ პოლიცია ედავებოდა სკამების დაალაგებაზე. პოლიციამ უთხრა მათ, როდესაც უბრალოდ გადაწყვეტეს რომ სკამები დაალაგებინათ პარლამენტის წინ, სადაც მათივე თქმით მოხუცებულები და ხანდაზმულები დამსწარებდნენ, ვინაიდან მასთან ერთად ყოველდღე პროტესტი უერთდება ასაკოვანი ადამიანები. ამაზე უარი განაცხადა პოლიციამ და თქვა, რომ პლასმასის სკამები შეიძლება საფრთხის შემცველი ყოფილიყო, ამიტომ ამ ბრალდებით ისინი დააკავეს ორი სტუდენტი გოგონა, რომლებიც არიან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები და როდესაც მათ დაკავების შემთხვევას გამოეხმაურა მათივე მეგობარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მესამე სტუდენტიც ასევე დააკავეს. თუმცა სამივე მათგანი ახლა გათავისუფლებულია და აგზელებს უწყვეტ პროტესტს რუსთაველის გამზირთან. ასევე პროტესტი მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებლის შენობასთან. მოგახსენებათ 13 იანვრის შემდეგ უწყვეტად მოქალაქეები 7 საათზე იკრიბებიან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ეთერის მოთხოვნით. თუმცა ვინაიდან ადმინისტრაციისგან მათ არ აქვთ მიმღებლობა ისინი სახალხო დისკუსიებს აწყობენ საზოგადოებრივ შენობასთან. მოგვიანებით კი ერთობლივი მსვლელობით უერთდებიან რუსთაველზე მიმდინარე აქციას ახლაც. ამ მსვლელობის პარალელურად საზოგადოებრივ შენობასთან შეკრებილი არიან მოქალაქეები და აქვს საჯარო დისკუსია. მოხალატე კოლაბორაციონისტმა დაჭირდება ქართულმა ოცნებამ 26 ოქტომბერს მოპარა ქართულ ხალხს არჩევანი დიდაც არჩევნები მოახდინა უპრეცედენტო გაყალბება და შესაბამისად სახელმწიფო გადატრიალება. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არ უნდა დაგვაუწყდეს, ეს არის ვისკანჯინოთ ერთად. ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ახალ არჩევნებს. ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ვითხოვთ ახალ არჩევნებს. გამოთხოვნაში ვარწმუნებულები ვართ, რომ დავით იცვლის შეიტანს მეგობარი აქტი. ამიტომ საქართველოსა და ამერიკის მეგობრობას გავუმართ! 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 კიდევ ერთხელ შევახსენოთ მოქალაქეებს მთავარი მოთხოვნები, რომლებიც მათ აქვთ ახლანდელ ხელისუფლებასთან, ეს არის ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და უკანონოდ დაპატიმრებული პატიმრების გათავისუფლება.
Ქალაქის ამერიკელი სენატორების ბანერები აქვს გამოტანილი. და ამით კიდევ ერთხელ გამოვხმობ მსაობას და მხარდაჭერას მეგობარი არტისტსა. გამზერზე მიმდინარე უწყვეტ პროტესტს დაგროვებით. ბანერის უკან გადავიდეს ყველა გარდა ჟურნალისტებისა. მოგონებით ძალიან ხოთ, ძალიან